გამარჯობა მეგობრებო, ვისაც არ მოგბეზრდით, ეხლა ვისაუბროთ დემოკრატიაზე. ვისაც მოგბეზრდით, აი ეხლავე გათიშეთ ეს ჩემი ვიდეო. რა არის დემოკრატია? დემოკრატია ეს არის უფლებების დაცვა ადამიანის, საკუთარი უფლებების დაცვა და არაცალადობა. ეს თავარი თორე ისე ბევრი რამე არის. არის იმის ხალხის ძალა, ისა, თავარი არის ეს. ეხლა უყურეთ, ცოტა შორიდან მოული ისევ, რომ მარტივად გაიგო ზოგიერთმა ადამიანმა, რომ აი მაგალითად ასანთი, ავიღოთ ასანთი. ასანთის დანიშნულება არის, ცეცხლი მოუკიდო, კბილები გამოიჩხრიკო, კიდე რა შეიძლება ასანთი გააკეთო, ერთი რაღაცა სადღაც გაურჯო და მორჩა. ეს არის ასანთის დანიშნულება. ასევე დემოკრატიას თავის დანიშნულება, ხო, როგორც რაღაც ნივთი, ბოთლი არის იმისთვის, რომ წყალი აავსო ან ჩაასხა შეგნით რაღაცა მოკლედ სითხისთვის, ასე არის დემოკრატია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, საუბრობთ თუნდაც რევოლუციაზე, იქ დემოკრატია ახლოს არ არის რევოლუციასთან, იმიტომ რომ ყველა რევოლუცია როგორც თავდება, ჩვენთანაც ნახეთ და სხვა ქვეყნებშიც ვნახეთ. არ თავდება რევოლუციები როგორც წესი კარგად. შეიძლება სამე იშვიათი გამონაკლისი არის, იმიტომ რომ რევოლუცია ეს არის ძალადობრივი მეთოდი. თუ ძალას იღებენ, დემოკრატიაზე საუბარი აღარ არის. ძალა და დემოკრატია ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არის. კანონი და დემოკრატია კი ბატონო, კარგი კანონი ისიც. ხო და ეხლა თქვენ გითხავთ, რომ აბა თუ ისეთი მთავრობაა, რომ აქეთური და იქეთური, აბა რა ვქნათ? მიტინგები. თუ მიტინგები ფეხებზე კიდია, კი ბატონო, აი ხლა ამ წუთში ესეთი მთავრობა ყავს, რომ მთელი საქართველოს 3 მილიონი რომ გამოვიდეს, იტყვის, რომ 100 კაცი გამოვიდაო და ფეხებს დაიკიდებით დაშლის. ჩვენ ითი შევებრძოლოთ ესეთ მთავრობას. არ ჩამოვაგდოთ ძალით თუ ჩამოვაგდოთ, ჩვენ დემოკრატები არ ვართ, მე ესე ვფიქრობ. მაგრამ მაშინ გვეთქვა გამოსავალი რა არის? ეხლა გეტყვით რა არის გამოსავალი? თუ არ გამოდის მიტინგებით და ვერ ხედავს ამას შენი ხელისუფლება, იმიტომ რომ ბევრი გამოსული ადამიანის შემდეგ გადადგომა იციან ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ სინდისი, ნამუსი, პატივსცემენ რაღაცას და როდესაც ადამიანს სინდისი, ნამუსი არ აქვს, თუ გინდა თელიერი გამოვიდეს, იმან რომ ძალაუფლება შეენარჩუნოს, არ გადადგება არასდროს. იგივე აბა რა ვქნათ? ფეირვერკების სრულით ვერაფერს ვერ მივახცევთ, საერთოდ სროლით ვერაფერს ვერ მივახცევთ, გარდა უარესისა. არსებობს მეორე, უფრო მძლავრი მეთოდი, რომლის გამოყენებაც შეიძლება და რომლის შესახებაც ჩვენი ოპოზიცია რაღაცებს წიფორთ ხელებს ხოლმე და ვითომ არ არის ეს, ვითომ არ არსებობს ეს მეთოდი. არ იციან ეს მეთოდი ჩვენი ოპოზიციის არის, წავეთ ახლა მარჯანიშვილი და რუსთავლამდე ფეხით, მერე აეროპორტიდან იქამდე რა ქვია ზახესამდე ფეხით და აი ესე ვიაროთ და ასე დაატარებენ ამ ხალხს და რაღაცა ქმედების იმას აჩვენებენ, რა ქვია, სიტუაციას, რომ აი რაღაცა კეთდება რა, მთავრობა რაღაცა კეთდება ძმაო, რა ეგრე არ არის, რაღაცა კეთდება. რა უფრო მეტია გაკეთებული თუ გაფუჭებული, ამ ხალხის პორციალით უფრო მეტი კეთდება თუ უფრო მეტი ფუჭდება. რა უნაქრას მაშინ ოპოზიცია? მაქვს მაგაზეც პასუხი ყოთ ჩემეული. ეს ჩემი აზრია და თუ თქვენი აზრი სხვანაირი, ამიტომ გინებას უნდა მიწევთ თქვენ ჯერიმე, დაწერეთ თქვენი აზრი, კეთილად პატივისცემთ. ხო და რა უნაქრას არსებობს ესეთი რამ, რასაც ქვია საყოველთაო გაფიცვა. ანუ როდესაც უმრავლესობა ქვეყნის ბიზნესის, საჯაროსიც, არასაჯაროც, ისეთურიც, ასეთური ტრანსპორტიც და ესეთი სფეროები, ენერგეტიკა, საბანკო სისტემა და ამ შემდეგ იფიცება, იმიტომ რომ ამოვიდა რაღაცა წელში და დგება ქვეყანა. აი ამ დროს ხელისუფლება არის აბსოლუტურად უძლური. ეს გაფიცვა შეიძლება გაგრძელდეს 1 დღე, 2 დღე, 1 თვე, 1 წელი. კი, მოქალაქეები ზიანს იღებენ, მაგრამ შენ ზიანს იღებ, იმიტომ რომ უკეთესი მომავალი გქონდეს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის დემოკრატიული ხერხი. აქ ძალადობას და საქმე არ გვაქვს. აი შენ თუ 3 მილიონ გამოსულ ადამიანზე, ან 1 მილიონ გამოსულ ადამიანზე ამბობ, რომ 100 კაცი გამოვიდაო, აქ უკვე ვერაფერს აღარ იტყვის თუ ხელისუფლება. ვერ იტყვის, რომ სიტყვაზე TBC ბანკი მუშაობს, ან ის მუშაობს, რა ქვია, ლიფტიორები არ გაიფიცნენ და ლიფტები ყველა მუშაობს. პირობითად, ან ავტობუსის ბრძოლები არ გაიფიცნენ. ეხლა მეუბნებით, რომ მეკითხებით თქვენ, რომ რა ვქნათ თუ ეს არ გამოდის? პირველი და ყველაზე მთავარი, თუ ეს არ გამოდის, ის ქვეყანა, ის ერში შედის ყველა იქ ეროვნებას არ გულისხმობ მე, ჩვენი სომეხი ძმები, აზერები, ვინც არიან, ვინც ვართ საქართველოს მოქალაქეები, არ არის დემოკრატიის ღირსი მარტივად. რა არ იფიცება ერი, ესე გააწყობს რა, რა ქვია, ბალამუტი და ივლის რა, ზახესიდან იქამდე რა ქვია, ფეხით. ჭართლობა მაინც არის. ხო და მეორე ვინ უნდა გააკეთოს ამის ორგანიზაცია? ოპოზიციამ.
თუ ეს ოპოზიცია შეკრული არ არის ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებასთან. მე რაც ეჭვმეპარება ჩვენი ოპოების უმრავლესობაზე, რომ შეკრულები არიან ერთ პატიოსან კაცთან, უპატიოსნეს კაცთან. ხო და ეხლა შეხება ოპოზიციას, რატოა ჩვენი ოპოზიცია ცუდი? ჩვენი ოპოზიცია იმიტომაა ცუდი, ჩემო მეგობრებო, რომ მას ხალხი არ აფინანსებს. თუ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, ის არ ფინანსდება. აი სიტყვაზე ვინმე გიორგი ღონტი არის ოპოზიციონერი, არ არის პარტიაში, მაგრამ აი გადაწყვიტა ახალგაზრდა ბიჭია და შექმნას პარტია და იბრძოლოს დემოკრატიისთვის და არის ეგეთი ადამიანი ნამდვილად და აქვს ამის მონაცემები ყველაფერი. ვინო დააფინანსოს? ხალხი არ აფინანსებს, არ დააფინანსებს ხალხი. რო გამოვიდეს და თქვას, რომ ამ ანგარიშში ჩამერიცხო, არ ჩაურიცხავენ. რომ ცემხრობოდეს ადამიანი, ნუ უმრავლესობა არ ჩაურიცხავს. ამიტომ იძულებულია ეს მივიდეს ბიზნესმენთან, ვინმე მამაძაღთან, შეეკრას, ვიღაც ფულიან პარტია შეეკრას, რომელიც არ არის ფლად კარგი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ დამატებით გავიღოთ ხარჯები ჩვენი დემოკრატიისთვის და ისეთი პარტიები, რომელსაც ვენდობით, დამატებით დავაფინანსოთ. აი ეს კულტურა თუ არ შემოვიღეთ, მეგობრებო, თან აუცილებელი არ არის მილიონები ჩარიცხო რა, შეტყვაზე შენი შემოსავალი შეიძლება ძალიან ცოტა, ერთი ლარი საკმარისი იყოს. თუნდაც ერთ ლარს რო ჩაურიცხავ იმ პარტიას, ხო? ის უკვე პასუხისმგებელია შენთან. არა ფულის სიდიდით, არამედ იმით, რომ შენ იმისთვის გაიღე და იმან შენ ანგარიში უნდა ჩაგაბაროს. და პარლამენტში რო წადეს, იქ რომ მიდის, იქ ვავიწყლებოთ, რომ ბიუჯეტი ხალხის შექმნილია და ხდებიან ამ ჯიპებზე და დადიან ამ პაკეტებზე და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ. ასე რომ მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ რა, როცა არ შველის დემონსტრაცია, შველის გაფიცვა. თუ გაფიცვას ვერ ააკეთებ, არ ხარ ღირსი დემოკრატიის. თუ არ იფიცება მთელი ერი, ის ერი არ არის ღირსი დემოკრატიის. და მესამე, იმისთვის რომ კეთილი და პატიოსანი ხალხი წამოვიდეს წინ, ახალგაზრდები მით უმეტეს, საჭიროა მათი დაფინანსება. ის უნდა დააფინანსონ საქართველოს მოქალაქეებმა. აი? და ბოლოში მომწერეთ თქვენი აზრით, ბენუეჯობია თუ მერსედესი.